გასავალი ათელს. ანუ ფაროსანაც მე ეს არის სერიოზული აღდგენა. წარმოადგენთ კოოპერატივ ნარგოლი ხალხს. აი ამ სოფელში მდებარეობს კოოპერატივი. 32 წევრისა შედგება ზოგადად კოოპერაციამ გაამართლა. ეს ძალიან დიდი შედეგი იყო. შემთხვევაში მოვიხმართ ერთნაირად ტექნიკას, ქარხანა გვაქვს. ძალიან დიდი გამოცემული იმპორტმა გამოგცა. ზოგადად ძალიან დიდი მხარდაჭერა ატარებენ საქართველოსთან, თქვენგან უღრმესი მადლობა ყველაფერს. საჭიროა დაგაკითხეთ. აჩვენებაში ფერმერს არ მომაქვს. მაგრამ ეს აუზ გაუტენია. ხო, ყოველდღე ვართ 10-დან 15 ტონამდე ნედლეული შეძენას და გადამუშავებას. დაგვაქვს ექსპორტზე, ძირითადად ევროპის ქვეყნებში, გერმანიასა და იტალიაში. აქედან დაგვეხმარა სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაგვაფინანსა გრანტი აგროკრედიტით 3%-იანი სესხით, რითაც შევძელით ჩვენი საწარმოს განვითარება, ავაშენოთ სასაწყობო მეურნეობა, რამც ხელი შეუწყო ჩვენი ბიზნესის განვითარებას. ჩვენი საწარმო შეიქმნა 2015 წელს. სახელმწიფო თანადაფინანსებით, ეს იყო დაახლოებით სრული ინვესტიციის 50%, სრული ინვესტიცია იყო დაახლოებით $1 მილიონი. ეს იყო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს გრანტი. პლუს ამას ჩვენ ვისარგებლეთ ასევე აგროკრედიტით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით და კრედიტის პროცენტიდან დიდი წილი სწორედ აფინანსა ასევე სახელმწიფო.